იცით რომ GDD-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამერიკაში გაიქცა, თუ წაიყვანეს თუ რაღაცა, მოკლედ აქ საქართველოში საფრთხე მქრებოდა. იქიდან ახლა ინტერვიუს იძლევა. წამოვიდა და ასე ვთქვათ, ცდილობს ამხილოს სისტემა. ნუ კაი, პირველი ინტერვიუ ემოციური იყო და ნუ გასაგებია ადამიანი გადაიხვეწა ქვეყნიდან და გასაგებია რომ რაღაც თავის ამბავს მოყვებოდა. მეორე ინტერვიუც რაღაც მასეთი. ეხლა მესამე ინტერვიუ მთელი ეს მისი მონათხრობი რჩება ზედაპირული ჭორაობის დონეზე. შეიძლება თვითონ ვერ ახერხებს გაანალიზოს სად მუშაობდა, ან არ უნდა გაანალიზოს, იმიტომ რომ მოუწევს თქმა, რომ ისიც ამ სისტემის ნაწილი იყო, რომელიც დღეს კი არ გახდა ცუდი, კაცო. დღეს შეიძლება უბრალოდ გადაამეტა, მაგრამ სულ ისეთი იყო, როგორცაც ბატონი შაიშმელაშვილი ყვება, სულ მასეთი იყო საქართველოში საპოლიციო სისტემა. როცა ამ ხელო პოზიციაზე მუშაობს სისტემაში შიგნით, შეუძლებელია შენ არ გესმოდეს მართლა როგორ მუშაობს სისტემა. რაც შეუძლია ბატონ შაიშმელაშვილს გააკეთოს, არის ის რომ ისაუბროს იმაზე თუ სინამდვილეში როგორი იყო აქამდე სისტემა. აი ბატონ შაიშმელაშვილი იმ ადამიანებს მაგონებს აქამდე რო ვეუბნებოდით რომ პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა არის პირდაპირ სამხედრო წესით დაქვემდებარებული ბიძინა ივანიშვილზე, იქამდე მიშაზე, იქამდე შეიძლება შევარდნაძეზე და რასაც ისინი იტყვიან და ყოველთვის ეს სისტემა ყოველთვის გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. აი ამას რო ჩვენ ვიძახით და ვიღაცა რო გამოჩნდა, რომელმაც ეს დარბევები ნახა და ეხლა გაიგო რომ უიმე თურმე პოლიცია არ გვაქვს, უიმე თურმე სასამართლო არ გვაქვს რა, ხო და ეგრე რატო იქცა ბატონ შაიშმელაშვილი წესმა, ხო და იცოდეს რომ ყოველთვის ის როდესაც მუშაობდა მათ შორის სანამ ეგონა რომ კარგად იქცეოდა მილიცია, მაშინაც აი ესეთი ქცევის შესაძლებლობა, როგორც ეხლა იქცევა პოლიცია, სულიდო სისტემაში და ასე ისე ცოტა რბილად, ცოტა ისე სულ გამოიყენებოდა პოლიცია პოლიტიკური მიზნებისთვის. ცოტა მეტი ანალიზი მინდა თქვენგან. ცოტა მეტი გულწრფელობა მათ შორის. თორე დაემგვანებით გიორგი გახარიას, რომელსაც თუ მოусმენ, იტყვი რომ სანამ ის იყო ოცნებაში, ყველაფერი კარგად იყო, არჩევნები არ ყალბდებოდა, ბიზნეს არ არეკეტებდნენ, პოლიცია და სასამართლო არ გამოიყენებოდა პოლიტიკურად. აი როგორც კი წამოვიდა, ეგრე ჩამოიშალა ქართული ოცნება და გახდა კორუმპირებული ჩათვლახის სისტემა. ხო და სასცილოდ გამოიყურება ეგეთი ნათქვამი რა. თუ თქვენ მართლა გინდათ და მე ჯერა რომ მართლა გინდათ რომ საპოლიციო სისტემა საქართველოს შეიცვალოს და ის ემსახურებოდეს ადამიანს და არ იყოს პოლიტიკურად მართული ბატონის მიერ, მაშინ თვითანალიზიც მოგიწევთ და მოგიწევთ იმის თქმა, რომ დიახ, მე როცა იქ მუშაობდი, მაშინაც ხდებოდა ესე ორი პოლიციელი ტყუილი ჩვენებებით მიდიოდა სასამართლოში, იქ პროკურორი რაც მოვიდოდა მოსამართლე მიცოდა რომ ის უნდა ეთქვა, რასაც პროკურორი იტყვა და გაემეორებინა ბრალდება, ჩაესვა ადამიანი ციხეში. ოკეი, შეიძლება ადრე ეს უფრო მეტად გამოიყენებოდა ნარკოდანაშაულზე, ან იარაღის ჩადებაზე, ნარკოტიკის ჩადებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს შესაძლებლობა და ეს ტყუილი სისტემაში ხო მაშინაც თითოეული თქვენი სისტემაში მუშაობის წელიწადში არსებობდა ხო და აი ეგ მოგიწევთ თორემ გამოვა რომ უბრალოდ რაღაცა ერთის მხრივ რაღაცა ჭორაობად დარჩება ეს საუბრები და მეორეს მხრივ რეალურად იმ საქმეს არ მოემსახურება თქვენი ინტერვიუები რის გამოც თქვენ ქვეყნიდან ხართ გადახვეწილი. იმისთვის რომ თქვენ აღიგიქვათ საქართველოს წესრიგის გულშემატკივარ ადამიანად, თქვენ მოგიწევთ მათ შორის იყოთ თვითკრიტიკული, აი ხარება ესეთია, ხარება ისეთია, გავიგეთ, მაგრამ ხარებაში არ არის პრობლემა. ხარება არის სისტემის პრობლემების ერთ-ერთი სიმპტომი. რომ აი ხარებასნაირი ტიპი თუ ყავს, რასაც გინდა იმას გააკეთებინებ. მაგრამ ის ფაქტი რომ შესაძლებელია ხარებასნაირ ტიპს რაც გინდა ის გააკეთებინო, ეგ რომ ჩადებულია სისტემაში და მზადროა სისტემა ტირანიისთვის, უბრალოდ აი როგორი ტირანი შეხვდება იმაზეა დამოკიდებული და ასეთი ხასიათის თუ ისეთი ხასიათის. აი მაგაზე მოგიწევთ დაფიქრება და მოგიწევთ საუბარი.